მოგესალმებით, მე გახლავართ სისხლის სამართლის ადვოკატი თამთა ჯანიაშვილი. ამ ვიდეოში მინდა გესაუბროთ ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებლების ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის 4 არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლებელია შეფასდეს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით, კერძოდ, რომელიც ეხება ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევას და აგრეთვე პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტს. აქვე შეგახსენებთ, რომ ბრიტანულ-ქართული აკადემიის 70%-იანი წილი საბარაუდოდ თაღლითური გზით მიითვისა საქართველოს კაპიტალის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ რა თქმა უნდა მივმართეთ შესაბამის საგამოძიებო სამსახურს. აღნიშნულ განცხადებაში აღწერილია შემთხვევები, როდესაც მშობლებს და მათ მიერ ნდობით აღჭურვილ პირებს არ აქვთ უფლება სკოლის ტერიტორიაზე შევიდნენ. აღნიშნული გარემოებები განსაკუთრებით დამთქმულია არასრულწლოვნებისთვის. განცხადების მიხედვით სხვა მოსწავლეებისგან განსხვავებით სკოლის დამფუძნებლების ერთ-ერთ შვილს არ აძლევენ უფლებას, რომ მშობლება ან მისი მშობლების ნდობით აღჭურვილმა პირმა არასრულწლოვანი საკლასო ოთახამდე მიაცილოს სხვა ბავშვების მსგავსად. აღნიშნული გარემოება, რა თქმა უნდა, ძალიან დამთქმული და სტრესული გარემოს შემქმნელია არასრულწლოვნისთვის. სწორედ აქედან გამომდინარე, ბავშვი ხშირად უარს ამბობს სკოლაში წასვლაზე. არაერთი შემთხვევიდან მინდა გამოვყო კონკრეტული ერთ-ერთი ფაქტი 2026 წლის აპრილის თვეში არასრულწლოვანს მონაწილეობა უნდა მიიღოს სასკოლო სპექტაკლში, რომლისთვისაც დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა. ვინაიდან და რადგანაც არასრულწლოვნის მშობლებს უფლება არ ჰქონდათ სპექტაკლზე დასწრების, ეს გარემოება რა თქმა უნდა ძალიან სტრესული გარემოს შემქმნელი იყო არასრულწლოვნის. იგი ფაქტობრივად დადგა არჩევანის წინაშე, ან მიიღო მონაწილეობა სპექტაკლში, ან უარი ეთქვა სპექტაკლში მონაწილეობის მიღებაზე, ვინაიდან და რადგანაც მისი მშობლები აღნიშნულს ვერ დაესწრებოდნენ. აღნიშნულ სპექტაკლში მონაწილეობა სამწუხაროდ არასრულწლოვანმა არ მიიღო, რაც ძალიან დიდი და სტრესული გარემოების შემქმნელი აღმოჩნდა მისთვის. კიდევ ერთი ასეთი შემთხვევა იყო შავი ზღვის საერთაშორისო თამაშებზე, რომელშიც არასრულწლოვანი გოგონა საკუთარ სკოლას წარმოადგენდა. აღნიშნულ დღესაც ოფიციალური განცხადებით ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძეს აცნობეს, რომ მათ უფლება არ ჰქონდათ დასწრებოდნენ აღნიშნულ ღონისძიებას. მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანების მიმართ ხორციელდებოდა სისტემური ფსიქოლოგიური ძალადობა, სწორედ ამ გარემოების გამო ორმა არასრულწლოვანმა შეიცვალა სკოლა. აქვე განვმარტავ იმ გარემოებას, რომ ადმინისტრაციაში მოიაზრება სკოლის მოქმედი დირექტორი რობერტ სნოუდენი, აგრეთვე ყოფილი დირექტორი გიორგი კეთილაძე, აკადემიური დირექტორი მაკა ბარამიძე და სალომე დანელია, რომლებიც დამფუძნებლების მოსაზრებით ირაკლი გილაურის მიერ გაცემულ უკანონო დავალებებს ასრულებენ. გარდა თანასწორუფლებიანობის დარღვევის საკითხისა, აღნიშნულ განცხადებაში საუბარია პირადი ცხოვრების ხელყოფის შესაძლო ფაქტზე. მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანებამ სკოლა შეიცვალეს, ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილი იყო მხოლოდ და მხოლოდ ვიწრო წრისთვის. აღნიშნულში კი მოიაზრება სკოლის ადმინისტრაცია და მოქმედი დირექტორი რობერტ სნოუდენი. თუმცა, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფლობდა სკოლის ყოფილი დირექტორი გიორგი კეთილაძე. გიორგი კეთილაძის მხრიდან კი აღნიშნული ინფორმაციის სხვა მესამე პირებისთვის გადაცემა და გაზიარება ხდება. აღნიშნული ქმედებები შესაძლებელია დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი მუხლით. აქვე აღნიშნავ იმ გარემოებას, რომ აკადემიის დამფუძნებლებმა ბავშვების უსაფრთხოების საკითხიდან გამომდინარე მიმართეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, რომლებმაც დაიწყო მოკვლევა აღნიშნულ საკითხზე. ასევე მიმართულია ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურ ბიუროსთვის მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ვინაიდან და რადგანაც არასრულწლოვანები ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები არიან. ასევე ბავშვების ადგილსამყოფელი სავარაუდო უკანონო გამჟღავნების ფაქტზე მიმართულია დიდი ბრიტანეთის პოლიციისთვის. მიგვაჩნია, რომ როდესაც საქმე ეხება არასრულწლოვანებს, სახელმწიფოს რეაგირება უნდა იყოს სწრაფი, ეფექტიანი და ობიექტური. ჩვენ მოვითხოვთ მხოლოდ ერთს, კერძოდ ყველა ფაქტის ობიექტურ, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გამოძიებას.